გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით ეთერში გამოიწერეთ პირველ რიგში ჩვენი არხი დაგულე სპორტი YouTube-ზე მოგძებნეთ დააკომენტარეთ ჩვენი ვიდეოები მოიწონეთ გააზიარეთ თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის აქვე ორი სიტყვით უცებ გეტყვი ჩვენი სპონსორების შესახებ ეს არის Ronix-ი სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია რომელიც ნებისმიერ თქვენს მოთხოვნაზე ნებისმიერ ბიუჯეტზე არის მორგებული და სპორტული სახუავების წარმოებელი კომპანია ჯაკა სპორტი ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს რაც შეეხება ჩემს სტუმარს. ფეხბურთზე ლამაზად მთხრობელი ადამიანი არის ჩემი სტუმარი თუ ყველაზე ლამაზად არ ვიცი გემოვნების საკითხია ნიკოლოზ ტაბატაძე იგივე ტაფსონა. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მაგ სიტყვებისთვის და მაგ შეფასებისთვის. თავის რამდენად ლამაზად, მაგრამ ჩემ უღამში მთხრობელი რა. იცი რატოა თვალსაცემი ძალიან ტრაფარეტული გახდა უკვე სპორტული მედია და აღარ არიან ისეთი ადამიანები, განსაკუთრებით მწერალი ჟურნალისტები, ადრე იყვნენ, მე როცა პატარა ვიყავი და საკმაოდ მრავლად, რომლებიც ძალიან საინტერესოდ და ესე ვთქვათ, რაღაც ხატოვნად წერდნენ ფეხბურთზე, შეეძლოთ. მაგრამ დღეს ამის ნაკლებობაა და ამიტომაც გამოგარჩევ მოკლედ ამ ადამიანებში. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის მე გამოწერილი მყავხარ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენ შეფასებებს, შენს აზრებს ამა თუ იმ საფეხბურთო თემასთან დაკავშირებით. ხო, სასიამოვნოა ძალიან მოკლედ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ხო მეც გაზეთების ნოსტალგია მაქვს ზოგადად და სულ მინდოდა რომ ჩემს მაინც ასოცირდებოდა სპორტის ჟურნალისტიკა წერლობასთან. ბეჭდური სპორტის ჟურნალისტიკა მიყო, იმიტომ რომ ამით დავიწყე საერთოდ ჩემი პირველი ნაბიჯები ეგ იყო, ეხლა მაშინ 90-იანების ბოლოს 2000-იანების სტარტზე არ იყო. მაშინ საერთოდ ელექტროენერგია არ იყო, შესაბამისად ფეხბურთის კითხვა უფრო გიწევდა ვიდრე ყურება, ხო. მაგის ნოსტალგია სულ მქონდა და ჩემი ერთ-ერთი ჰობი არის ეხაც განსაკუთრებული ავტორების შევაგროვა, მაგიტომ მიხარია ამ გაზეთებს რო ვხედავ. განსაკუთრებით რარიტეტული წიგნები ასე შემდეგ, მაგ პატარა მცირე საფეხბურთო ბიბლიოთეკა და ეგ არის ჩემი მუღამი, ხო, გავრცელებული ამბავი რომ ხალხი აგროვებს მაისურებს და ეს არის მთავარი ჰობი ძირითადად. მე მაისურებთან არ მაქვს ისეთი უნება, ვაგროვებ საფეხბურთო წიგნებს და იშვიათს ვცდილობ რომ ყოველ შემთხვევაში ეგეთი მოვიპო, არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე იქნება. მაგ 1-5-6 წიგნი, რომელიც ესპანურად არის საერთოდ, მაგრამ ნუ მაინც მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რომ ის ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ საოცარ სამხრეთ ამერიკელ ავტორებს ეკუთვნით. სიმართლე გითხრა? აი თავიდან, როდესაც გამოჩნდი, ესე ვთქვათ, საფეხბურთო სამყაროში, როგორც კომენტატორი, ცოტა ჩემთვის გამაღიზიანებელი იყო შენი მოსმენა. ძალიან მისაღები არის ახლა. იმიტომ კი არა, ცუდი იყავი. პირიქით ზედმეტად სტერილური მეჩვენებოდა შენი ლექსიკა ფეხბურთისთვის. მოსულა, აბსოლუტურად მისაღები არის. ამას მივეჩვიე, ესე იგი თუ მივეჩვიე, უკვე მომწონს. ძალიან მიხარია. ეს ყველაფერი. და რეალურად ახლა კომენტატორი ყველა ერთმანეთს არც უნდა გავდეს. კი, სასურველია. ხო. სასურველია რომ ესეთ გემოვნების საკითხია, რა ტიპის კომენტირება მოსწონს გულშემატკივარს. საერთოდ აი ამ ყველაფერში თავს ორგანულად გრძნობდი ეს ხელოვნურად აკეთებდი ამას, აი ეგ მაინტერესებს. კი ბატონო, ხო, ადეკვატური კითხვა არის რა და ადეკვატურია რომ ვიღაცას ეგრე გაუჩნდეს აზრი, იმიტომ რომ არ იცნობს ასე შემდეგ და შეიძლება თქვას რომ ეხა სტილისთვის, თავის დამკვიდრებისთვის ეს მეთოდი აირჩია, მაგრამ ჩემთვის ვეცდები ახსნა რატო იყო ბუნებრივი და რატო იყო ზოგადად ესე არაგასაკვირი. იმიტომ რომ მანერა, თხრობის სტილი და ესთეტიკა ასე შემდეგ რაც არის მაგ ყველაფერში, საიდანაც მოდის, ხო? მე ვფიქრობ რომ რაღაც სინთეზი გავაკეთე მაგალითად ჩემი საყვარელი კომენტატორების და მწერლების. ვცადე ყოველ შემთხვევაში, ეს არ ყოფილა. ნუ მაგალითად ინგლისურენოვანი არის პიტერ დრიური, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მგონია რომ საერთოდ ცალკე ტიპის პოეზია აქვს. თავის ამბავში, საფეხბურთო დონეზე და ცალკე ლიგაში არის. მწერლებიდან მქონდა, ნუ ხორხე ვალდანოზე ვგიჟდები მე და წეგანრო წიგნის რაღაცა ბიბლიოთეკა მცირე ვახსენე, დიდი ადგილი ხორხე ვალდანოს უჭირავს, მათ შორის ქართულ ენაზე, მათ შორის მადლობა დავით კოვზირიძეს, იმიტომ რომ კოვზირამ მაჩუქა ეგ წიგნი კოვზირას მიერ გადათარგმნილი. ზღაპარის სახელად ფეხბურთი ესე. საოცარი მე აღმინიშნავს ჩემს გადაცემებში ძალიან ბევრჯერ ხორხე ვალდანოს თუ ვინმეს ფეხბურთი გიყვართ.
და არ გაქვთ ეს ავტობიოგრაფიული წიგნი წაკითხული, აი, რა ვიცი, სასწრაფოდ დაუჯერებელი რამე. პალიტრა ელმა გამოსცა. არ მახსოვს ვინ ძალიან ამასა. პატარა ტირაჟით იყო. არ ვიცი, ვიღაცებს ექნებათ აი, მე ძლივ- ბუკინისტებთანაც არ vicი. არა მგონია, ძლივ-ძლივობით კოვზირასგან ვიჩალიჩე ეგ წიგნი და ძალიან გამიხარდა. და ეხა ის მაგ ესპანურ ენოვანი ელ პაისის ონლაინ ვერსია გამოწერილი, რაშიც 12 ევროს ვიხდი მართალია ცოტა. არა, ადეკვატურად, მაგრამ ნუ ვალდენო იქ რაღაც კვირა შეერთლა რაღაცებს წერს და. მისი ინტელექტი ისეთ ხალხში ეგ არის. აი მაგას ვამბობ. ეგ ენაც პრინციპში მოდის მანდედან და მე რო ხშირად ვფიქრობ ამაზე, ხშირად ვაანალიზებ და სტარტზეც ეგ იყო იდეა, რომ ხომ არ იქნება ზედმეტად გადაპრანჭული, ხომ არ იქნება უხერხული, შეუსაბამო ფეხბურთთან, მაგრამ ჩემი იმ რაღაც მუღამების გათვალისწინებით რაც ვკითხულობდი, არა მხოლოდ ხორხე ვალდანო არის, როცა ხუან ვიარო, მექსიკელი ავტორი, რომელიც ასევე გენიალურად წერს ფეხბურთზე, სამხრეთ ამერიკაში კიდე რამდენიმე ეგეთი ავტორი, პიტერ დრიორი, მე ძალიან მიყვარდა ბიზნეს ბარათაშვილი ყოველთვის და მგონია რომ რაღაც მხრივ ასევე ეგ სტილი ქონდა არჩეული. კიდევ მიყვარდა რამდენიმე უცხოელი არაქართველი კომენტატორი და ვცადე რომ რაღაცნაირი სინთეზი გამეკეთებინა. შეიძლება ეს გამოვიდა, შეიძლება არ გამოვიდა, შეიძლება საბოლოოდ ძალიან დარეგ ემოვნების უხერხული პროდუქტი შევქმენი, მაგრამ არ აქვს ხე მაგის არა, ესე ნამდვილად შესაძლოა, ხო, დავუშვათ და მე აბსოლუტურად მისაღებად მიმეჩნია ეხა ძალიან ნორმალური ამბავია, იმიტომ რომ ფეხბურთს აქ ეგ პერსპექტივა, საიდანაც არ უნდა შეხედო, იქნება ის მოთამაშე, კომენტატორი, მცხრობელი თუ მწერალი, გაკრიტიკებაც და შექებაც ორივე იქნება ადეკვატური შეფასება. მართლა მე მოვძებნი მიზეს, რომ ცუდი დავინახო და ამას გავამართლებ და ასევე ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად უნიკალური, რის მსგავსი საქამდე არავის გაუკეთებია და ამიტომ უნდა გვიყვარდეს. და ზუსტად ბიზნეს ფრაზა არის, რომ 100 ადამიანში, 100 მაყურებელში თუ მკითხველში თუ 30-ს უყვარხარ, ეს უკვე რაღაც ტიპის წარმატება არის. ხო და ნამდვილად. მე მინდოდა ზუსტად ეგრე, რომ რაღაცა ქართული თუნდაც საფეხბურთო თხრობის საკომენტატორო პრაქტიკა ოდნავ განსხვავებულად გამეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან მეშინია აქამდე დამკვიდრებული სტილების გამეორების და ვცადე რაღაც ახალი გამაკეთებინა, თუ გამოვიდა დიდებულია, თუ არ გამოვიდა, არა უშავს განვაგრძობთ და რაღაცა იქნება. არა, ეხლა ეგ შეკითხვები და ეგ განცდები ნამდვილად არა მაქვს შენი კომენტირების დროს და მით უმეტეს როცა გავიგე, მაშინაც კი როცა უხერხულობას მიქნიდა ეს ყველაფერი, როცა გავიგე რომ შენ ხარ ბარსელონას გულშემატკივარი, მე ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია რომ ბარსელონას გულშემატკივრებზე ან კარგი უნდა ან არაფერი. ანუ გარდაცვლილებს გავართ რაღაცით გვაქვს აი. ახლოს ვიყავით მაგასთან რამდენჯერმე ბოლო პერიოდში გარდაცვალებასთან ბარსელონას გამო ზუსტად. რას მოაქვს ემოცია კომენტირების დროს? ჩემი აზრით ფეხბურთი დგას ამბებზე და შთაგონებაზე. და ყველაზე მეტად რითიც ვკაიფობ, რაც სიამოვნებას მაინჭებს, ეგ არის ცალკეული საფეხბურთო ისტორიები და შთაგონებები. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია, ხო, რომელსაც თავისი ძალიან ლამაზი ისტორია აქვს, საფეხბურთო და ეროვნულობა, რასაც ასევე აქცენტი და ხაზი უნდა გაუსწრო, რაც ემატება. ამბები, რომელიც იწყება ხშირ შემთხვევაში გაჭირვებით და მე ძალიან მიყვარს ეგ სამხრეთ ამერიკული ნაწილი ასევე რა რომ ადამიანები რომლებიც თვით გადარჩენის ინსტინქტს ეძებენ ფეხბურთში და მე აი ესე პოულობენ რაღაც ახალ სიცოცხლეს ამაში. ემოცია მოაქვს ჩემთვის პირად ამბავს და ისტორიას რომელიც შთაგონებაზე და ასევე დავიბრალებ იმას რომ ვარ საფეხბურთო ესთეტი. და ყველაფერს ლამაზ, ოღონდ ეს ხო ძალიან პირობითი ცნება. ლამაზი ვისთვის რა არის, ვისთვის დაცვის დაბალი ბლოკი და ბრგე ახმახი მცველების თამაში, ვისთვის მოქნილი ჩრდილო აფრიკელი ან სამხრეთ ამერიკელი ჯადოქრების ბურთთან კომუნიკაცია რა. დიდი დიაპაზონი აქვს. ხო და მე რაზეც ვინთები, მე რაზეც ვგიჟდები, ეგ არის საფეხბურთო ესთეტიკა და განსაკუთრებული იშვიათი ამბები დამალული აი ამ საფეხბურთო ცხოვრების უკან, რაც საბედნიერო ძალიან ბევრი არის. ერთი გენიალური ურუგვაელი ავტორია, რომელიც ზუსტად ფეხბურთს ამ ევოლუციას ეგრე აღწერს, რომ თამაში, რომელიც შეიქმნა ოქსფორდისა და კემბრიჯის სამეცნიერო აუდიტორიაში მდიდარი სტუდენტებისთვის, გახდა ყველაზე დახვეწილი უღარიბესი ფეხში შველა სამხრეთ ამერიკელი ბავშვებისთვის. ანუ აი წარმოიდგინეთ ევოლუცია საიდან აბსოლუტურად არისტოკრატია, აბსოლუტურად წარჩინებული ადამიანების მიერ მოფიქრებული იდეა, რომელმაც სიცოცხლე და ახალი შესაძლებლობა მისცა მასების ყველაზე ღარიბ ნაწილს.
ეს არის ჩემი აზრით ემოცია და ეს არის ის რაც ნუ ფეხბურთს აქ ძალიან მაღალ დონეზე და კარგია რომ მაგ ამბავში ხა ბოლო დროს ქართული პერსპექტივებიც გამოჩნდა რა. ცოტა თან ძალიან დასაჯერებელი ამბავია, თან დაუჯერებელი ამბავია, რომ ანუ იმიტომ კი არა რომ სუბიექტური ხარ და იმიტომ კი არა რომ ქართველი ხარ, ობიექტურად რომ სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არის ქართველი. ობიექტურად და ამას ადასტურებს, არ ვიცი, ფეხბურთში მეტრად მიჩნეული ძალიან ბევრი ადამიანი. კი, ანუ მაგაზე ლაპარაკობენ, ყოფილი რამდენიმე ისე fake news-ი გავრცელდეს ხო შორის, ახლა ძალიან პოპულარული არის მაგით ხელის მოთმობა განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, რომ ავიღოთ რომელიმე დიდი ფეხბურთელი, ვათქმევინოთ რაღაცა ხუჭეყარა ცხელიას და მე ამას ბევრი ადამიანი გაყვება თუ დაალაიქებს. სამწუხაროდ ეგ სიყალბე ვერ აქვს და მაგრამ მაგ სიყალბეშიც არის ძალიან ბევრი სიყალბის გარდა არის ძალიან ბევრი ჭეშმარიტი აზრი, მაგალითად კლარენ ზედორფის, რომელიც ამბობს, რომ ეს არის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. და ზედორფს ექნება როგორც წეგა თქვი, ხო ზედორფი ამას დაადასტურებს. მოძებნის არგუმენტებს, რომ თქვას, რომ ხუჭე კვარაცხელი არის საუკეთესო. რაც ეს იგიჟე ამბავია მართლა, ხე ჩვენ პერსპექტივაში, ქართულ რეალობაში, რომ ვიფიქროთ ვყავს არათუ ის მოთამაშე ვის გამოჩენასაც ველოდებით ტოპ 5 ლიგაში. მე მახსოვს ეგ პერიოდი, რომ ვითვლიდი ბუნდესლიგაში ქართველების ნათამაშებს წუთებს. გოლი თუ გადიოდა, ეს იყო რაღაცა მცირე დღესასწაული. ჩემპიონთა ლიგის სიმთან თუ ქართველი იდგებოდა, უკვე სხვანაირად ვიყურებდით. ხო, ზუსტად და ამის მერე მივიღეთ სურათი, სადაც თავარ სხვაობას ქმნის იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ეგ განსაკუთრებული უნარი არის. მე მესმის რომ ხო ეცები ხშირად არაკეთილის მოსურნები ამბობენ, რომ ლიგა 1-ში არ გამოსდის და იქ არ მოცობს და არ თამაშობს, მაგრამ არის თავარი საფეხბურთო ტურნირი, საკლუბო და ეგ არის ერთეული მოთამაშეების უნარი მოუმატოს იქ სადაც ამას მნიშვნელობა აქვს. და ამას ძალიან ცოტა აკეთებდა. სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივია ეს ფაქტი, რომ ლიგა 1-ის საუკეთესოებს შორის ხუჭე კვარაცხელია ვერ მოხვდა. ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა იმას, რომ ლიგა 1 როგორც საფეხბურთო ჩემპიონატი პატარა ხუჭე კვარაცხელიასთვის. მე მგონია რომ ლიგა 1-ს განსაკუთრებული სერიოზული პრობლემები და ვეცდები ახლა ახსნა, მაგალითად კვარას ნაწილში არა. და ვთქვათ უსმან დემბელეზე, რომელიც დასახელდა საუკეთესოდ. რაც ცოტა არ იყოს უკვე კომიკური გადაწყვეტილება, რატო? ადამიანმა ითამაშა უფრო ნაკლები წუთი, ვიდრე მაგალითად ვინმე ხუმრობით, რა თქმა უნდა, ენდრიკმა, რომელიც ამ ლიგაში აღმოჩნდა ზამთარში. ზამთარში მისული ფეხბურთელი. ტიპი არ არის საუკეთესოებში ბომბარდირებში, ანუ არა ტოპ 5-ში, არ არის ტოპ 5-ში ასისტენტებში. აქ სულ რაღაც 10 თამაში ძირითად შემადგენლობაში დაწყებული, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის დასახელდა სეზონის საუკეთესოდ. ამიტომ ლიგა 1-ს აქ სერიოზული კომპლექსი და სერიოზული პრობლემა, ეს არის რაღაც მხრივ კამპანიების ნაწილი, იმიტომ რომ უსმან დემბელე აქციის საიმიჯო სახით და მოკროზბურთის მერე მგონია რომ ყველგან მის წარმოჩენას ცდილობენ. თვითონ ლიგა ჩემთვის არის არა და სულ არა აქ საიმიჯო ჰაბიტუს. რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ბარსელონურ ამბავში განსაკუთრებით არა აქვს, რა თქმა უნდა. მე ლიგა ძალიან მიყვარდა. მე ვარ ის ცოტა ანომალიური ადამიანი, იმიტომ რომ მაგალითად ფრანგული ფეხბურთი ეს ჩემპიონატი შემიყვარდა 2009 წელს, რა შემიყვარდა ასევე ძალიან საშუალო ფეხბურთელების გამო, სინამდვილე შეგრე გამოვიდა და მე მარსელის გამო, მე მხოლოდ მარსელს ვაღიარებდი, ლიგა 1-ში და დღემდე ვაღიარებ საფეხბურთო კლუბად რა, არ ვიცი მე ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის, რომ მარსელში ველოდრომზე აღმოჩნდე დიდი თამაშზე, ძალიან მინდა, იმიტომ რომ ცალკე გამოცდილებაა სავარაუდოდ, ხო და მეც აი საფრანგეთს მივაგენის შემთხვევით 2008-9 წლების სეზონია ბორდო ძველი სტადიონის შაბანდელმა გურკუფის გოლი ვნახე PSG-სთან და ნუ აი გადავირია და მე 2 წლის მერე მივყვებოდი ამ ჩემპიონატს. სერტა სპორტში რომ დავიწყე მუშა 2021 წელს პირველი კითხვა რომ რა ჩემპიონატს წაიყვან და ფიქრიც კი არ დამიწყია მაგაზე რომ ლიგა 1 და ეს ცოტა სიგიჟე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს ეს ლიგა 1 ობიექტურად და ტოპ 5-ში არის თავის რაღაცა მოკრძალებულ მეხუთე ადგილზე, მაგრამ ის ისტორიები და ამბები რომელზეც მე ვლაპარაკობდი, რაც ემოცია მოვაქდა, რის გამოც ფეხბურთი მიყვარს, ჩემთვის ძალიან ბევრია საფრანგეთის ჩემპიონატში და აი ამ ნარატივში ძალიან მიყვარს ეგ ლიგა. და ამ ესთეტიკურადაც ძალიან დახვეწილია და ეს ქალაქები ცალკე რომანტიკაა, ლიტერატურა ფრანგული მიყვარს და აქამდე მივედი და მე ამას ძალიან დაემთხვა, რომ ერთიჯერ მესი მოვიდა საფრანგეთის ჩემპიონატში 21-ში ზუსტად. და მე გახდა ობიექტურად ყველაზე ქართული ლიგა.
ობიექტურად. ჩვენ შეგვეძლო რომ მეტად დაგვეტვირთვა ქართველებით, მაგრამ ნუ სენტეტიენმა ზურიკო არ გაუშვა, რაც არ არის დაგვიანებული ამბავი შეიძლება დავითაშვილი ისევ აღმოჩნდეს. ლიგა ერთ ჩანს სენტეტიენთან ან მის გარეშე. მეცში სამი ქართველი ვნახეთ, გიორგი მიქაუტაძის ისტორია რა ლამაზად გამოიყურება, ხო, როცა 15 წლის ასაკში ადამიანს უთხრეს, რომ შენ სხვებზე უარესი ხარ, კონკურენტები უკეთესები არიან, თუ შეიძლება რომ წაბრძანდეს სხვაგან, წარმოიდგინე სევდა ტკივილი, მაგრამ ბრუნდება სხვა სტატუსით, ბრუნდება შემდგარი ვარსკვლავი, ეხმარება ლიონს ძალიან, მათ შორის ამ სეზონშიც, მაგრამ ხო, ისევ რაღაცა ეს უბედურება, როცა ფინანსური კრიზისის გამო მეორედ გაუშვა ლიონმა. მე მგონია რომ რაღაც ეტაპზე მაინც დაბრუნდება ლიონში, სხვათა შორის. არ ვიცი ეს 10 წელში მოხდება თუ 12-ში, მაგრამ მგონია რომ ეგ ბავშვობის სიყვარული, აი რაზეც ზუსტად ხორხე ვალდანო აპელირებს ხოლმე. ხშირად არის უცვლელი და ის ყოველთვის მიიყვანს იქ, სადაც შენ გინდა თამაში. ამიტომ მაგრამ გამიხარდა რომ ლიგა 1 ძალიან ქართული ლიგა გახდა, მაგრამ ხო, ასევე ცოტა არათანმიმდევრული და ცოტა არასერიოზული მიდგომებიც აქვს. დავუშვათ ლიგა 1-ის პრობლემა ისაა, რომ საიმიჯო ტიპი არის დემბელე და ხო, რა ვიღაცეები მით უმეტეს არაფრანგული წარმოშობის ფეხბურთელები შეიძლება ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრონ, მოდი ეს უხეშად რო ვთქვათ რა. რა მოხდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების შემთხვევაში? UEFA-ს ხომ ამას ვერ დავაბრალებ. ანუ ერთმნიშვნელოვნად ორი თამაშის საკვანძო ფიგურა, რა ნებისმიერი შეხედულების და ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. იმდენად თვალში საცემი იყო ეს ყველაფერი, რომ აი კითხვის ნიშანიც კი არ გამჩენია, რომ ვინ შეიძლება გახდეს თუ ერთი თუ მეორე თამაში საუკეთესო. აბსოლუტურად გეთანხმები. აბსოლუტურად. იმიტომ რომ სწორად არის 180 წუთის ჯამში საუკეთესო ფეხბურთელი იყო ხვიჩა კვარაცხელი. და ძალიან გამიკვირდა. ეხლა მე ცოტა შემრცხვა ეხლა საკომენტატორო ეთიკური თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ ქართველი არ უნდა ჩააჭირო და თქვა, რომ აი აუხსნელი იქნება თუ სხვას მისცემენ MVP-ს ჯილდოსაში, ეგ გავაკეთე ზუსტად საპასუხოდ ამას, იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა, ვერ დავუშვირო, კარგი იმ პირველი თამაშის დროს არა, არ მისცეს, მაგრამ აი ახლა იმდენად კარგია ალიანს არენაზე, რომ ეს ჯილდო არ დაიმსახა. ვერ დავუშვი ასეთი რამე, მაგრამ მოხდა. არ ვიცი როგორ გაზომეს, არ ვიცი რა იყო პრიორიტეტი, რადგან ამ თამაშში ჩვენ ყავდა თანამედროვეობის რამდენი? დავთვალოთ 1 2 3 ალბათ 5 საუკეთესო ვინგერი მინუს ლამინი ამალი ვინისიუსი. ხო, ეს ხალხი რომან მეომატოთ ესპანური ფეხბურთის. ლუის დიასი, მაიკლ ოლისი, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია, პლუს პრელი ბარკო. ამ ძალიან სახელოვან ფეხბურთელებში ყველაზე კარგი იყო ხვიჩა კვარაცხელი. ჯამროდ. ნუ ეს არა მოგონილი, არა ჩვენი სურვილი, არა რაღაც ამბავია, ხო? ყველანაირი შეფასებით. საპასუხო მატჩის მერეც სოფასკორის თუ ბუსკორდის თუ არ ვიცი რაღაცა წყაროები არის, ვისაც ხშირად შეიძლება ინდო, შეიძლება არ ინდო, მაგრამ მაგათი აზრითაც ყველაზე კარგი იყო ხვიჩა კვარაცხელი. თუმცა ხო, ჯილდო წაიღო უილიამ პაჩო. მე არაფერს ვეჭი პირიქით ძალიან მიყვარს და ვაფასებ. პაჩოსაც ეგ ისტორია აქვს, სიღარიბიდან ეკვადორიდან წამოსული ეგეთი ფეხბურთელია, მაგრამ პასუხი მაგაზე არ მაქვს. რატომ მაგალითად პაჩო, რატომ დემბელე იგივე პირველი თამაშის შემთხვევაში გაუხსნა და არაკვარა. თუმცა მან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს თვალის ტესტი ფეხბურთში და ეს მცირე მინიატურული ჯილდოები კი წავიდა პაჩოსთან და დემბელესთან პირად მუზეუმში. თვალის ტესტითაც კლარენ ზედორფის და ტიერი ანრის და CBS-ის და მთელი საფეხბურთო საზოგადოების თვალსაზრისით ხვიჩა კვარაცხელი არის მთავარი ხო. რომელიც არ არის ფეიქი, ხო. შეგვიძლია დავჯერდეთ პირდაპირ ეთერში ვუყო. რა თქმა უნდა, ზუსტად, ხო ის აშკარად გადაცემის ის არის ნაწილი და მაგას შეიძლება ინდო. ხო და მაგ ადამიანებისთვის ხო არა იყო MVP და ეგ არის მთავარი და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ბიჭი მიდის ისტორიულ სეზონზე, ისტორიულ მიზანზე, ეს 7 თამაში საგოლე მოქმედება საპლეიოფო ეტაპზე არის რეკორდი. ნუ გასაგებია რომ ცოტა უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ პლეინით დაიწყო და ეს ფორმატი ადრე არ არსებობდა. ხო, მაგრამ თავისუფლად არის რაღაცა იმ ქარი ბენზემას ისტორიული სეზონის მსგავსი რიკარდო კაკას რო ქონდა 2007-ში და ეს აი ცალკეული ერთსეზონიანი კამპანიები რო გამოვარჩიოთ, აი მათ შორის ადგილს ღირსეულად დაიკვირდა, თავარია ყველაფერს კონდეს ის დაგვირგვინება, ის ფინალი, რაც ჩვენ ძალიან გვინდა. რა იქნება ფინალში? გვაქვს მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზი, ალბათ. მე მგონი არ კი. და გვაქვს მსოფლიოს საუკეთესო დაცვის ალბათ ასე. კი. ძალიან ხშირად შემოხვდა სხვათა შორის ამ ბოლო დროს
ფერგუსონის ძალიან ცნობილი ფრაზა, რომ თამაშებს იგებს შეტევა, კარგი შეტევა, ხოლო ტიტულებს დაცვა. კი ბატონო. დაახლოებით იგივე დაცვის ხარისხით ვერ შევადარებთ ინტერს, ხო, ბუნებრივია და მით უმეტეს თანამედროვე ინტერს, არსენალის კლასს ლევანდელს. მაგრამ იქაც იყო ის მომენტი, რომ იცი რა, ინტერი დაცვითი მაინც სტილის და ეგეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ვნახეთ, რაც მივიღეთ, ხო? აი რა სცენარს ელოდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში? ჩვენ ძალიან გვიყვარს ხოლმე სპორტის ჟურნალისტებს, მათ შორის კომენტატორებს, იმის თქმა, რომ ეს არის ფილოსოფიური ბრძოლა და ომი. დედაპირისპირება და ხშირად ამას ვამბობთ ხოლმე მაშინ, როცა თვალ ასე არ არის. მაგრამ ეს პირდაპირ მნიშვნელობით არის იდეების ორი განსხვავებული ხედვის ჯახი. ორი ბარსელონელი, სხვა შორის, ჩემთვის და ჩემთვის სასიხაროდ, ლუის ენრიკე და მიკელ არტეტა, ცოტა ხნითაც გადაიკვეთნენ ისე, ის ლამასიაში იყო ეს პირველ გუნდში. ორი დიდებული მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთს განსხვავებულად აღიქვამს. მე აუცილებლად ლუის ენრიკეს ბანაკში ვარ, არა მხოლოდ არტეტას და არამედ ყველასთან, ვინც არ უნდა დააყენო საპირისპირო ფლანგზე, იმიტომ რომ ლუის ენრიკეს ფეხბურთი ჩემთვის არის სტილურად ყველაზე მისაღები. ყველაზე მეტად ის მიყვარს და ის მინატრება მათ შორის ბარსელონაში. აქ იქნება ჩემი აზრით სცენარს ვერ გამოვიცნობ და ვერ გავარტყამთ, იმიტომ რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება 50-50 თამაში, სადაც ამბავს გადაწყვეტს ინდივიდუალური ოსტატობა ერთ ცალკეულ ეპიზოდში. შეგვიძლია ვთქვათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება ინტერის სცენარი. ან იქნება პირიქითა შემთხვევა, როცა სტარტზე არსენალი მიიღებს უპირატესობას, ამ დაწყევლილ კუთხურებს კარგად გამოიყენებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ფეხბურთში გამორიცხო შემთხვევითობის ამბავი ეს უტოპია არის, არ გამოვა. მე არ ვიცი რა იქნება, ვიცი რომ იქნება უზომოდ საინტერესო, ვიცი რომ იქნება განსაკუთრებული სანახაობა, ზუსტად მაგითო რაც წეგან აღვნიშნე, რომ ორი განსხვავებული ფილოსოფიის ჯახია. ამ მშიერი არსენალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. მაგას მნიშვნელობა აქვს, მაგას რა კუთხით, რა მოცემულობით მივა არსენალი ფინალამდე. არსენალს ეცოდინება მოიგო თუ დათმო ის პრემიერ ლიგა. ამ წამისთვის მე მგონია, რომ ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ პრემიერ ლიგაზე გამარჯვებით დაასრულოს და ეს ულაპარაკოდ კარგად აისახება მაგათ ფსიქოლოგიაზე. და ხო, შეიძლება დუბლზეც გაიწევს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს პრემიერ ლიგური ამბავი. და City თუ Arsenal მაგ კითხვას გავუცეთ პასუხი. იქნება უმაღლესი კლასის ფეხბურთი, რაც არ უნდა მოხდეს. სტილების განსხვავებულობის ჯახი ჩვენ კარგ შედეგს გვაძლევს და მე გაგახსენებ ინტერი ბარსელონას მაგალითად ნახევარფინალს. ის ინტერი არ იყო, ფიქრობ, ამდენად დაცვით, თუმცა ბარსასთან გადაწყვიტა, რომ რაც კლასიკური საფუძვლები გაიხსენეს. ხო, რა თქმა უნდა, ზოგადად იტალიური ფეხბურთისთვის კატენაჩო ცოტა შვეიცარიული მოვლენა, მაგრამ იტალიამ ყველაზე მეტად დახვეწა. და ჩვენ მივიღეთ საოცრება ორი მატჩის ჯამში. ხო, სხვა შორის მე ხო ისე ვარ, გავრცელებული ამბავი, რომ ეს PSG ბაიერნი ჯამურად გადააჭარბებდა იმ ემოციას, მაგრამ საპასუხო თამაშმა ცოტა დაბლა დაწია ეგ ის. ჩემი აზრით, აი, მე ნახევარ ფინალში ეგეთი ორი დაპირისპირება არ მახსოვს და ცოტა ხანი არ არის, რაც ფეხბურთს უყურებ და ცოტა ხანი არ არის, რაც ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და ეჭვი მეპარება, რომ მე ეს ოდესმე კიდევ ვნახო. ორი ასეთი კლასის დაპირისპირება. კი, ზუსტად. ანუ ჯამურად ორი ეგეთი თამაში ჩვენ არ გვინახავს. ეგრე გამოვიდა რა. იმიტომ რომ მანდაც საოცარი ამბები და ისტორიები აჩერბი რომ მომაც სიმსივნე დაამარცხა და მე ის გოლი რომ მომაც დამატებით დროში გადაიყვანა თამაში აბსურდი და ლამინი ამალი მე ცალკე ვილაპარაკოთ აუცილებლად ლამინი ამალის გარეშე როგორ გამოვა ეგ ამბავი მანამდე ხო ფინალზე ეგ არის ძალიან მაინტერესებს ვინ იდგება კვარესინა აღმდეგ ცოტა მძიმე და Arsenal საქმე Ben White დაიმტრა ტიმბერი ვერ არის მზად და შეიძლება მოსკერა დაუყენონ რაც მგონია რომ კვარასთვის ძალიან კარგი რამ იქნება. სხვათა შორის აი Arsenal-ი აი სულ აი ბოლო წლებში აი რაღაც აკლდება. აი ის რაღაცა რაც საჩემპიონო ტიტულისთვის არის მნიშვნელოვანი რა. ვესტჰემთან გამართული მატჩი ეს იყო ალბათ სეზონის გამარჯვება სეზონის სამი ქულა, სადაც ჩემი აზრით აი ეს ფსიქოლოგიური რაღაცა ზეწოლა Arsenal-მა გადატეხა. ეს უბრალოდ ისეთი მოპოვებული სამი ქულა იყო. რაღაცა აი ზღაპარი რა. კი, ზუსტად.
შეიძლება ფინალი იყო პრემიერ ლიგური მათთვის და შეიძლება ამით მოიგეს ტიტული. არ არის გამორიცხული. ვარის ყველაზე დიდი ჩარევა, ამბობენ რომ მსგავსი მნიშვნელობის გაწყვეტილება ვარს არ მივიღე და შეიძლება მართლა ეგრე არის. მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, მაგაზე ვერ ვიკამათებ, შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რომ სხვა შემთხვევაში წინარე თამაშებში, სხვა ტურებში არსენალის წინააღმდეგ არ ჩათვალეს ეგეთი როლები ამ პირიქით, მაგრამ მაინც აქ უბრალოდ ჩათვალეს. და აქ ისე გაკეთდა ყველაფერი როგორც საჭირო იყო. იმიტომ რომ ჩანსი დაყვი, ჩანს დარღვევა, ფაქტია, მორჩა. წერტილი, იმიტომ რომ ის გოლი არ არის ლეგალურად გასული. აი ეგ არის რა განწყობი და რა ხასიათით მივოდა, რაც აღნიშნე, რომ აქამდე სულ რაღაც აკლდებოდა, სულ იყო ახლოს თითქმის ჩემპიონი და ზუსტად ეს სტილური ცვალებადობა იგრევა. არსენალი ყველაზე ლაღი, ყველაზე სასიამოვნო, ჩემთვის მაგიტო ყველაზე საყვარელი ინგლისური გუნდი, იმიტომ რომ ეგ ძალიან მენატრება, ჰაიბერის ესთეტიკა მაგრად მენატრება, ბერკამპი ანრის უყურებდი და არ მოგწონდეს, ეგეთ ცოტას ეგიჟებ მიმაჩნია. ხო, დიდი ხნის განმავლობაში მაგიტო გულს შემატკივრობდი. ეს ხალხი 20 წელი ცდილობდა რომ ლამაზი ფეხბურთით მიეღო შედეგი, არ გამოვიდა და ახლა ცოტათი მოუჭირეს მარწუხებს. არ მგონია ხა რომელიმე გულშემატკივარი არსენალის მაგაზე ნერვიულობ და სანახაობრივი ფეხბურთით მოიგებენ პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას თუ არა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსენალი ბოლო წლები არის მხოლოდ ამ დაცინვის ობიექტი და კილიკით უყურებენ, რომ თქვენ ხო კაცო, რა თქმა უნდა, ეხა ბოლოს იქ საშნელებებს იზამთ, ისევ მეორეზე ან მესამეზე გახვალთ. თუ წელს არსენალი ჩემპიონი გახდება, მე მგონია რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა არსენალს ვიხილავთ მომდევნო სეზონში. ეგეც ძალიან მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს გათავისუფლებული სხვანაირი არსენალი რა ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ეხლა გასაგებია მძიმეა, ცოტა უხეშია, მაგრამ აქვს შედეგი. თითქმის აქვს შედეგი. დაველოდოთ ეხლა რაღაც დარჩა 2 ტური და უკვე გვეცოდინება პრემიერ ლიგას ვინ მოიგებს. ამიტომ კრიტიკა იმის გამო რომ ცოტა დაცვითი გახდა, ხო, მე ვარ კრიტიკოსი აუცილებლად, მაგრამ შემიძლია გავიგო არსენალის ფანების და მწვრთნელის პერსპექტივა. ერთ-ერთ შენს სტატუსში ამოვიკითხე ესეთი რამე, რომ ფეხბურთიო ამ ორს ეკუთვნისო, რაიან შერკიზე და ლამინ იამალზე იყო საუბარი და მე კიდევ უფრო გაამძაფრე ეს ამბავი, რომ ამორის იმეძიაო საერთოდ ფეხბურთი. ხო? რა მიგიყვანა ამ დასკვნამდე? რა თქმა უნდა, ჰიპერბოლა არის, რა თქმა უნდა, გაზვიადებული ამბავია, მაგრამ რატოც დავწერე, მოგამი, ხალხმაც ვერ გაიგო. შოროდ აფრიკული წარმოშობის მოთამაშეები, ერთი მაროკოელი, მეორე ალჟირელი, არაოფიციალურად რა თქმა უნდა. რაც აერთიანებს ამათ სტილისტიკას და განსხვავებულ ელფერს აძლევს. იდეა და პათოსი იყო ის, რომ ფეხბურთი მომავალში მინდა ეკუთვნოდეს ეგეთ მოთამაშეებს, რომლებიც არიან არასტანდარტულები, არიან ძალიან შემოქმედებითები. აქვთ ეს კრეატივი და გონება, რაც სხვას უსწრებს და მე ამ ყველაფერს გადათარგმნია ლამაზ თამაში. ჩემი იდეა ზუსტად ეგ იყო. ეს ორი არის კრეფსითი სახე. თორე ძალიან მახარებს, რომ შეგვიძლია ეს რაღაცა ჩაუშალოთ ხე, სადაც ამორს მივამატებთ, ვიცი, ფლორიან ვირთს, ჯამალ მუსიალას, ხვიჩა კვარაცხელიას, დეზირე დუეს, აი ამ ტიპებს, რომლებიც გამოჩნდნენ და თქვენს რომ ხო, ცოტა რობოტების იმ ეპოქაში, სადაც სისტემა არის მნიშვნელოვანი და თავისუფლების მცირე გამოვლინებაც იკრძალება, ჩვენ ვიქნებით თავხედები. და სხვანაირად ჩვენებურად გავაკეთებთ რა ფეხბურთში რაღაცებს. მე ვთქვი ეგ ზუსტად, თქო უბრალოდ ეს ორი ტიპი ავიკრებსითი სახით, რადგან მაგ ვიკენდზე მაგაცე წარმატებული ფეხბურთელი არ ყოფილა და ჯამურად ის ორი დღე გავაერთიანე, თორე მაგაზე ბევრს წერ ხოლმე, იმიტომ რომ მიყვარს და მომწონს ეგ ნარატივი. მესმის მე პეპ გვარდიოლასი მესმის რომ თავისუფლების გამოვლინება ცოტა უმძიმთ პეპის ფეხბურთელებს, მაგრამ ახლა ჩნდებიან ეგეთი არტისტები, რომლებიც მაინც თავის ფინტებით, პასებით, არასტანდარტული გადაწყვეტილებებით შექმნიან იმ ფეხბურთს, რაც მე ძალიან მიყვარს. მუღამი ეგ იყო. გიჟდები შერკიზე, მივყვები 2019 წლიდან, ლამინ იამალი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. ალბათ დღეისდან მაგ ტიპის გარეშე ხო მაგარი მოსაწყენია ყველაფერი. ჯამურად არის ეგ, რომ ფეხბურთში ჩემი აზრით ბოლერების დრო დგება და ეგ ხაზი ძალიან მომწონს რა. თუ ეგეთი შემოქმედებით ტიპები გადაწყვეტენ რაღაცებს მოედანზე, უფრო კარგი იქნება, ვიდრე მაგალითად ის სისტემური მიდგომა, სადაც შეხებების და პასების რაოდენობას დათვლილია. რა შენ ორზე მეტ შეხებას თუ გააკეთებ და სხვა ზონაში გაიხსნები, მაშინ სკამზე უნდა იჯდე.
და ძირითადად ადგილი არ გეკუთვნის. ერთხელ ბიძინა ბარათაშვილმა ჩემთან საუბრის დროს თქვა ესეთი რამე, რომ აი არგენტინელები მყავსო დაჭერილი რაზე, რომ აი ცოტა შურის, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ ლეო მესის, რომ ამან არაჯობოს მარადონას, იცი? ანუ იმ თაობისთვის, ვისთვისაც მარადონა არის საკულტო ფიგურა და ესეთ რაღაცაზე დამიჭერია ჩემი თავი ლამინ იამალთან დაკავშირებით, რომ ამან მესის არაჯობოს. ამას წლები გამოაჩენს ბუნებრივია, მესი იმიტომ გახდა დიდი, რომ მას ერთი სეზონი არ ქონია ასეთი, მას ჰქონდა 15 პროგრესირებადი სეზონი. დღესაც პრინციპში და დღესაც კი აკეთებს ისეთ რაღაცას, რითაც გვაოცებს რა. დიდი ფეხბურთელის განსაზღვრება ჩემთვის არის ეს. რაც შეეხება ლეო მესის. ლეო მესი არის ჩემთვის ფეხბურთი. დანარჩენები, ვინც ფეხბურთში არიან ან კარგი ფეხბურთელები, ან ძალიან კარგი ფეხბურთელები, ან ცუდი ფეხბურთელები, ან საშუალო დონის ფეხბურთელები. ასეთია ჩემი დამოკიდებულება ლეო მესისადმი. შენთვის ვინ არის ლეონელ ანდრეს მესი? ჩემთვის არის ტიპი ჩემ ტელეფონში. ერთი რამდენი, არ ვიცი, რამდენი წელია, შემიძლია აქედაც გამოვაჩინო ეს არის. მე ხო, მეც ეგრე ვარ, მე მესმის არგენტინელების ეჭვიანობის ლოგიკური ამბავია, იმიტომ რომ ეხა ადამიანი, რომელიც ნახევრად ღმერთია, ნახევრად ადამიანი, მართლა ეგრეა, მითოსი თავისი ტაძრებით და ასე შემდეგ არის კულტი. და ლოგიკურადაც შეეშინდათ თავის დროზე არგენტინაში, რომ ეს უკეთესი გახდება. ჩემს გახდა საფეხბურთო ამბავში, მგონია რომ მესი არის უფრო მაღლა, მიუხედავად იმისა, რომ დიეგოს აქვს სხვა პლუსები, სხვა განზომილებაში რო გადადის, იმიტომ რომ ეგეთი პერსონაჟები გვაკლია ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში და ფეხბურთში. მესი ჩემთვის არის ყველაზე სრულყოფილი მოთამაშე. ვინც ოდეს მე გვინახავს. მესი არის ჩემთვის ყველაზე სრულყოფილი გონება. პირველ რიგში, რადგან მე არ წამიკითხავს, არ მინახავს არ მომისმენია არავისგან, მათ შორის დიდი საფეხბურთო მოაზროვნეებისგან, ფეხბურთელებისგან, ვინმე უფრო სრულყოფილი და დახვეწილი ყოფილიყო ვიდრე მესი. არ მინახავს უფრო ზუსტი აზროვნება და მარცხენა ფეხი, იმიტომ რომ ჩემს ეს ტიპი არის ყოველდღიურ საუკეთესო მეპასე, ხო, ყველაზე კარგი პასია, ყველაზე კარგი ფინიშინგი აქვს. ყველაზე ინტელექტუალია მოედანზე. ძალიან სასაცილო იყო ამბავი, როცა ამ ადამიანის აღიარებისთვის ვიღაცები ელოდნენ მაინც და მაინც მსოფლიო ჩემპიონატს. ანუ მაშინ ახლა ამბავი რაზე დადის, რომ რანდალ კოლომუანი გაიტანეს თუ არ გაიტანეს იმ გოლს, ამან უნდა გადაწყვიტოს ლეონელ მესი სად არის. არის გოუთი თუ არის ტოპ 3-ში თუ ტოპ 5-ში თუ რაღაცა აბსოლუტური აუხსნელი. თუ კარამბე, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე, არის გოუთი. ზუსტად, ხო, ანუ აი ამაზე დადის ეს მსჯელობა, ხო და. ხო, უცნაურია ცოტა, არ მგონია რომ ეგ უნდა წყდეს, მაგრამ ასევე მგონია და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც 2022 წლის 18 დეკემბერს მოხდა. ხო, ჩემთვის მესი არის ტიპი ვის გამოც მიყვარს რა ფეხბურთი. მესის არ შეუყვარებია, მე უფრო ადრე დავიწყე. რივალდოს გამო მოხდა ჩემი ფეხბურთთან დაახლოება, მაგრამ მე მგონია რომ რივალდოც იმიტომ შევიყვარო, მე მესი მენახა რა. და მესის გავყოლოდი ამ ხნის განმავლობაში და ეხლა ცველოდები მსოფლიო ჩემპიონატზე, იმიტომ რომ გუშინ ჰეტრიკი ქონდა, ერთი ასისტიც ქონდა. და მგონია რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება კიდევ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ 29-ის გახდება ტურნირის მსვლელობისას. რჩება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად არგენტინა? აუცილებლად. მე მესმის რომ საშინელ რა, ვიღაცები ვერ არიან ფორმაში. არგენტინამაც ვერ აჩვენა კარგი ხარისხი ბოლო ამხანაგურებში და ძალიან შეწუხდნენ ახლა იქ არგენტინელები, ნებისმიერ პრესას რო თვალე გადაავლოთ, ისე ოპტიმისტურად ვეღარ არიან. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ როცა მსოფლიო იწყება ეს 11 კაცი გარდაიქმნება რაღაც ტიპის სუპერ მეომარ ფეხბურთელად და ესის ფაქტორი ძალიან მუშაობს და მეთაური სკალონი ხო სიგიჟე ამბავი ანუ სკალონის ისტორიაც რატო არის განსაცვიფრებელი ტიპი მოვიდა მაშინ როცა არგენტინას არ ყავდა მწვრთნელი მოიყვანეს მათი დაშვებით 3-4 დღით ეს უტრირებულად, თორე არავინ არ აპირებდა სკალონის დატოვებას.
დიდი ხნით ამ პოსტზე. და რა მოულოდნელი და რა დაუგეგმავია ცხოვრება, რომ შეიძლება მაგალითად მარადონამ ვერაფერი გააკეთოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თუმცა ლიონელ სკალონიმ თავის დროზე არაფრით გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერის პიკიც იყო დეპორტიო და მალიორკა, დაწეროს ისტორია და ამთავროს 26 წლიანი გვალვა. დადგეს იქ, სადაც არიან ლუის სესარ მენოტი და ელს ბილარტო, მაგალითად. ეგ სიგიჟე ამბავი. ფეხბურთის ემოციაზე და ხიბლზე რო დავიწყეთ, ეს არის ჩემთვის ის უცვლელი мотиваცია, რომ ლიონელ სკალონიები რჩდებიან არსაიდან, მე რჩებიან არგენტინის ნაკრების თავმჯდომარედ, იგებენ ერთ კოპა ამერიკას, მსოფლიო ჩემპიონატს, მეორე კოპა ამერიკას და არიან უკვდავი ტიპები. იმიტომ რომ სკალონი იქნება მუდმივი ადამიანი არგენტინაში, სანამ არგენტინა ილაპარაკებს ფეხბურთზე და ეგ მოხდება იქამდე, სანამ დედამიწა არსებობს. სკალონი არ მოკვდება არასდროს მაგ გაგებით. და თან საიდან? ვინ? ადამიანი ნულის სამწვრთნელო გამოცდილებით და ცოდნით, მენოტისთან, ბილარდოსთან და მესის მსოფლიო თასთან. და მე მგონია რომ მისი არ ვიცი, განუმეორებელი იყო უბრალოდ, აი რამდენჯერ ჩამირთავს, იცი, აი შეიძლება ყოველდღე ემოციები? ემოციები, აი გონია რომ ყველაზე ორიგინალური იყო ამ ემოციის გამოხატვაშიც, აი ეს თვალები იმდენ რამეს აი ეს ჩუმატი არ ვიცი, აი ხო რა ეგრე ვინ აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონი? მე არა ვარ არგენტინის გულშემატკივარი, მე არგენტინის გულშემატკივარი ვიყავი, იმიტომ რომ დასრულებულიყო აი ეს ხო ხვდები, ანუ მსოფლიო უნდა მოიგოს, მაგრამ ანუ როგორ შეიძლება არგენტინული ფეხბურთი არ მომწონდეს გამორჩევა? მე საქართველოს ნაკრების შემდეგ ნიდერლანდური მართლა რა მაგარი? ხო, საერთოდ მაგან წამიყვანა ბარსელონაში ამ ნიდერლანდულმა ფილოსოფიამ და ჰოლანდიურმა, აი ჰოლანდიურმა ხო, ჰოლანდიური ჯობია, მე ჰოლანდიამ მოკლედ რა გვაიძულებენ, რომ მაინცა და მაინც რთულად გამოვთქვათ ამ ქვეყნებს. კი. სახელწოდება. ხო, შესაბამისად, მაგრამ სადაც მესი არის, ის ნაკრები ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება და მით უმეტეს საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ ჩემთვის ცოტა მეორე ხარისხოვანი გახდა უკვე უცხოური ეროვნული κλუბების ესეთი ვნება მათ მიმართ. ცოტა ხო ისეთია რა უხერხულოდ ხარ, იმიტომ რომ აი ერთი ვერაფერს ვერ გიცვლის, ანუ აი ერთ მხარის არის ამბავი, რომელმაც შეიძლება შენი ყოველდღიურობა შეცვალოს, ანუ ნახო მაგალითად ისეთი ბედნიერი საქართველო, რომლის მსგავსიც არ ყოფილა, შეიძლება არასდროს, შეიძლება ძალიან დიდი ხანი. ეგ განიცადო და ეს აისახო შენზე, რომ შენ სამუშაოზე, შენ განწყობაზე, შენი საყვარელი ადამიანის ბედნიერებაზე და მეორე მხარეს არის არგენტინა, რომელიც არის ათასობით კილომეტრის დაშორებით, კი ხარია, კი განიცდი, მაგრამ ეს გაუტოლდეს იმ სიხარულს, რაც მაგალითად ჩვენ განვიცადეთ 2024 წლის 26 მარტს. ხო, აბსურდია. მეც ეგრე ვარ ზუსტად. ძალიან გამინელდა ეგ ამბავი. ცოტა უხერხულოდაც მეჩვენება, რომ ვიღაც სხვა ერების გამო ასე ნერვიულობდი, ასე განიცდიდა, მაგრამ ფეხბურთია და რაღაც დროის ეს მოსულა. ამიტომ 2026-ის მსოფლიოზე ცოტათი იქნება ლამინი ამალი და იქნება ლიონელ მესი ასევე რა. აი დიბალას არ ყოფნამ თუ გაგაკვირვა. დიბალას არ ყოფნამ არ გამოკვირვა. სამწუხაროდ ცოტას თამაშობს ძალიან. დიბალა არის მე ვგიჟდები დიბალას და დიბალას ყაიდის ფეხბურთელებზე, მაგრამ არის ტიპი, რომელიც დიდ დროს ატარებს უფრო ქირურგის მაგიდაზე ვიდრე მოედანზე. და ეს დასერილი მუხლებიც მაგაზე მეტყოლებს. სკალონიც ვერ გარისკავს ისეთი კადრის წაყვანას, რომელიც პოტენციურად ანტრავერებული იქნება. ან არ იქნება ფორმაში და ამ მნიშვნელოვან ერთ ადგილს ამით ვერ დააკავებს. უფრო მეწყინებოდა და უფრო განვიცდიდი მაგას დიბალა რომ არ იყოს მსოფლიო ჩემპიონი. მაგრამ თავისი გააკეთა, თავისი მიიღო. როგორც ამბობენ, ახლა არგენტინაში დაბრუნდება, ან ბოკა იქნება, ან რივერი, მისი მომდენო გუნდი ეგეც ლამაზი ამბავია. მაგრამ იმედია რომ სკალონი დიბალა შემცვლელებს იპოვის და აი ნიკო პასი შეიძლება იყოს ეგეთი ზუსტად ეგ იყო ჩემი შემდეგი კითხვა, ძალიან მაინტერესებს ნიკო პასთან, იმიტომ რომ ნიკო პასი არის ჩემთვის ალბათ 5 საუკეთესო შედის დღეს ევროპაში, არა მსოფლიოში. სერია საუკეთესო ფეხბურთელი. ძალიან მომწონს. ყველა თამაშს უყურებ, რის საშუალებაც მაქვს. კომო შესრულება. სწორი გადაწყვეტილებაა. აი მის შეხებებზე, მის გადაწყვეტილებებზე უბრალოდ აი
ცუდად ხვდები მართლა. ცოტა კომიკურად მეჩვენება ზოგჯერ, რომ აი მე სხვის აზრებსაც ვიგებ, რომ მე თქვენც ეგრე მოგწონთ, როგორც მე, თუ აი რაღაცა ის ჭირს რაღაცა, არ ვიცი. არა, ეგ არის ზუსტად მაგას უწევენ რომ შერკი ამალი აქვს. შეიძლება მისი გაფწყინების მსოფლიო იყოს, ელოდები ამას? წარმომიდგენია იმდენ რამდენიც მიიღებს თავის როლს და წუთებს მესისთან ერთად. ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პოზიციურად ემთხოვიან პრინციპში ეგრე გამოდის. მაგრამ მგონია რომ თანაარსებობა შეუძლიათ მოედანზე. გააჩნია მესი რამდენს ითამაშებს, იქნება თუ არა ყველა თამაში 90 წუთისთვის მზად. გააჩნია რა ადგილს მოუფიქრებს სკალონი ნიკოპასს, იმიტომ რომ პასის ამ ფორმაზე უარის თქმა ასევე სუიციდი არის. მგონია რომ პასი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, ხო? ეგ იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა, სად და რა ადგილზე დაინახავს ნიკოს არსებობას მოედანზე. და წარმომიდგენია კი, რომ რაღაც თამაშები, მაგალითად, ახსოვს წინა მსოფლიოზე ენცო ფერნანდესმა მოიგო მექსიკასთან თამაშა ფანტასტიკურად ნიდერლანდებთან ასე შემდეგ. მგონია რომ აი ამ როლურად ნიკოპას შეუძლია რომ რაღაც თამაშები არგენტინისთვის მოიგოს. ან თამაში მოიგოს ერთი და ცალკეული. და ძალიან მინდა რომ სკალონი მეკ ფორმულა მოძებნოს. რაღაცნაირად იქ ჩასვას რომ მესისაც დაეხმაროს, საკუთარ თავსაც დაეხმაროს და ასე შემდეგ. და ხულიან ალვარესის დიდი იმედი მაქვს ასევე რომელიც მგონია რომ კარგ ფორმაშია და მაგ კაცის მუნდიალით შეიძლება იყოს ისეთი აი გაბრწყინების. ბევრია ეგეთი. მაგიტო ველოდები არანორმალურად ამ მსოფლიოს რომ ბევრი ეგეთი ფეხბურთელი ჩანს სცენაზე. საფრანგეთის ნაკრებში ხო სიგიჟე ხდება მბაპე თუ ოლისე თუ დემბელე თუ დუე თუ შერკი დაუშვით. გერმანიას ყავს ვირცი და მუსიალა. ნიდერლანდებში შეიძლება ვიღაცების მოძებნა. მე გრავენბერგზე ვგიჟდები და მინდა რომ ასევე კარგი ტურნირი გქონდეს. ესპანეთის ნაკრებში არიან ხო ის ხალხი ვის გამოცველოდები საერთოდ. არგენტინა ვახსენეთ ამ ამბავში. ნუ ბრაზილიაში ეს თევა არ იქნებოდა ცუდია გული დამწყდა, იმიტომ რომ ეგეც ეგეთი ლამაზი ფეხბურთელია და მის გამოსვლასაც ველოდებოდი. პორტუგალიაში არიან PSG-ს საოცარი და კრისტიანო რონალდუ რა თქმა უნდა ხო რომელიც არ ვიცი როგორ ფორმაში შეხვდება მსოფლიოს ან ძალიან ბევრი ინგლისში ჰარი კეინია ბოლოს და ბოლოს არ არის ახალგაზრდა არ არის ნორჩი მაგრამ არის ჩემთვის ასევე გენიოსი კი ჩემთვის აბსოლუტური გენიოსი არის ჰარი კეინი ამიტომ ეს იქნება მსოფლიო სადაც ბევრი ეგეთი ტიპი გამოჩნდება და იმედია რომ ამერიკა, კანადა, მექსიკა თავისი ტემპერატურით თუ სიცხით ხელს არ შეუშლის ამ ბიჭებს თავისი უნარების ჩვენებაში. ბუნებრივია, ხო, აღნიშნე რომ ადამიანებს შენს მოსაზრებებს თვალყურს და ვიცი ახლა დამოკიდებულება ბარსელონას დღევანდელი ფორმაციისადმი, მთავარი მწვრთნელისადმი 2020 წლის მერე წარმოგიდგინა თუ არა რომ ესეთი ახლობელი ადამიანები გახდებოდნენ ჰანსი ფლიკი და რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონასთვის. არა, მე საერთოდ ვერ წარმოვიდგინა 2020-ის მერე რომ ბარსელონა იმ კრიზისის შემდეგ ასე დადგებოდა ფეხზე. ანუ ჯერ პირველი გამბავი რომ არ ვიცი რა ხალხს ხედავდით ბარსას შემდგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენაზე ძედ ორჯერ და მერე ევროპა ლიგა, მერე ფრანკფურტის აინტრახტთან სირცხული და მოკლედ ჯამურად ბარსელონა მიდიოდა ფსკერისკენ, ნელ-ნელა ფსკერისკენ. და რა მაგარი რამეა ფეხბურთი, რა მოულოდნელობებით არის ახსავსე, როცა თავის დროზე 8-2 ორი თავარი შემოქმედი აღმოჩნდა ბარსაში და მე მგონია რომ რობერტ ლევანდოვსკი არის ტიპი, ვინც შეცვალა ბარსას თანამედროვე ისტორია. და ჩემთვის ეგ არის მიზეზი, რის გამოც ბარსადან ახლა წასვლა არავის არ უნდა. და ლევანდოვსკი მოვიდა მაშინ, როცა ბარსაში გადმოსვლა არავის არ უნდა. და ამ ტიპმა აი ესე ფსიქოლოგიურ დონეზე შეცვალა რაღაცები, იმიტომ რომ ლევანდოვსკის მოსვლის მერე რაფინიამ გადაწყვიტა რომ ბარსაში ეთამაშა. კუნდე მოვიდა. კიდევ ვიღაცები დაიმატა გუნდმა, იმიტომ რომ ხალხი დარწმუნდა, ხა ლევანდოვსკი თუ მიდის, ანუ ეს პროექტი არ არის განწირული. ამიტომ მგონია რომ სავარაუდო წავა ახლა საფხულში და ბოლო დღეებს უნდა ითვლდეს ბარსაში ასე წერია ყოველ შემთხვევაში. იმ ბარსას დიდების დარბაზში თავისი ადგილი უნდა ქონდეს. ისევ როგორც ჰანსი ფლიკს, რომელმაც ჭაობიდან ამოათრია ეს გუნდი, არ ვიცი როგორ მოახერხა მაგის გაკეთება, მაგრამ ამ რესურსით მოიგო ყველაფერი ესპანეთში, რაც არსებობს, ყველა პოტენციური ტიტული. ევროპაში მუდმივად იყო ერთ-ერთი ფავორიტი.
ნახევარფინალი და მეოთხედფინალი შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში დახარჯია 24 მილიონი ევრო, რაც არის სასაცილო თანხა თანამედროვე საზომებით, ამას ჭირდება არანორმალური უნარი. და ჰანზი ფლიკი არის ზუსტად ის ტიპი, ვინც მგონია, რომ ძალიან მაღალ პოზიციას დაიკავებს, როცა მორჩება თავის საქმიანობას ბარსას ყოველ დროის მწვრთნელების იმ სიაში. იმედია, რომ ჰანზი ფლიკი მაგას გააკეთებს მოგებული ჩემპიონთა ლიგით, არ არის ეს კაცი ჰარი პოტერი სამწუხაროდ, ჯოხი აიქნიოს და ვიღაცები მსოფლიო დონის ფეხბურთელებად აქციოს, მიუხედავად რომ მაგას აკეთებს, რას გულისხმობ. თუ სატრანსფერო დანახარჯი არ იქნება, ადეკვატური მაშინ ჰანზი ფლიკი ძალიან გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ზრუნვა. რადგან ამ კონკურენციაში დაუჯერებელია ის გააკეთო. მდიდარი პარი სენ-ჟერმენი, მდიდარი ბაიერნი, მდიდარი მადრიდის რეალი, მდიდარი ინგლისური გუნდები და ამ დროს ბარსა, რომელიც ცოტა სასაცილოა. როგორც ფინანსური რესურსით, როგორც underdog. ზუსტად, იმიტომ რომ ხარჯავს 25 მილიონს ხან კამპნოუს მიწას ყიდის, ხან ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ფინანსურადაც ფეხს ედგება, როგორც გავარკვიეთ და ეს ახალი სტადიონი ამას ძალიან ეხმარება. ამიტომ ზაფხულში მე ძალიან გულშემატკივრობ ჰანზის ამბავსაც გულშემატკივრობ, როგორც მოვიდა იმ ერთი ჩემოდნით იმ კატალონიის რაცა ბაქანზე როდგას მატარებელთან ძალიან кай ფოტო არის პირველი დღე ბარსელონაში. მოვიდა ჰანზი ფლიკი, როცა თვითონაც ჰქონდა პირადი იმედგაცრუება გერმანიის ნაკრების სახით. ვიღაცებისგან ჩამოწერილ გუნდში და ისე ერთად ამ სინქრონში რაღაცნაირად ფეხზე დაადგნენ როგორც ბარსა, ასევე ჰანზი ფლიკი. და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ საშუალო სტატისტიკური გერმანელის ხასიათის მქონე ცივი საქმიანი ტიპიდან გადაიქცა კატალონიელი ხო შეუცვალეს ყველაფერი საერთოდ. კი, ამბობს რომ ასეთი ბედნიერი არ ყოფილვარ არსად. ასეთი თავისუფალი, ასეთი ხალისიანი და ასე შემდეგ და არის უზომოდ შეყვარებული ამ გუნდზე. ვიცით რომ ბოლო გუნდი იქნება თან ბარსელონა ჰანზი ფლიკის სამწვრთნელო კარიერაში. მორჩება აქ მუშაობას და წავა ამერე პენსიაზე. და ძალიან მინდა რომ ლიგის თასის გარეშე ეგ არ გააკეთოს. ძალიან მინდა, იმიტომ რომ იმსახურებს ყველა საზომით. იმ ფეხბურთის შექმნისთვის იმსახურებს, რასაც ვუყურებთ. ბარსა არის ბოლო 2 წელს ყველაზე შემტევი გუნდი, ნუ გატანილი გოლების რაოდენობა მაგას მოწმობს ყოველ შემთხვევაში. ბარსელონა არის გუნდი, რომელიც ხშირად ცოტა გიჟურად და უკომპრომისოდ არ ფიქრობს დაცვაზე და ამის გამო ისჭება ისევ თვითონ, მაგრამ ბარსა არის გუნდი, რომელიც გარანტირებულად არის სანახაობა. ბოლო 2 წელია ყველაზე კარგი რელაქსი და დასვენება, ჩემთვის არის თუ ოდის მაგრამ მოვახერხე რომ არ მაქვს რეპორტაჟის წესოყვანი, სახლში ვარ, მარტო ვარ და ჩავრთე და ბარსელონას თამაშს ვუყურებ. ყველაზე მეტად ვისვენებ ბოლო 2 წელია ამ 2 საათით. თუ ვუყურებ ბარსელონას თამაშს და უსამართლობა მგონია რომ მაგ ადამიანს ლაპორტა ან ვინმე სხვა კლუბის მენეჯმენტი არ დაეხმაროს ფულით, მესმის რომ ეს თალკე პრობლემა არის, მაგრამ რაღაცნაირად 1.2 მილიონი უნდა ჩაახუტონ ამ ზაფხულს და მე ვნახოთ. ნუ ლევანდოვსკის სრულფასოვანი შემცველი რომ მოსაძებნია ეგ 2-4-4-ია და შემდეგ დაცვას უეჭველად, იმიტომ რომ ალეხანდრო ბალდეს სისხლს მიშრობს მართლა და სამწუხაროდ კუნდეც მაგის გზას დაადგა. ისეთი მაღალი ტემპით აღებული რეგრესია აქვს კუნდესაც. შემდეგ ასაკვირად, ამიტომ დაცვას მიხედე არის მან დამბავი. მაგრამ ბარსელონას ყავს მეკარე, რომელიც მეგონი მოდის კვირეულებზე უფრო ერთად. კუნდე ხო. კუნდე მე მგონი ხო ეგრე გადავიდა. კი, მართლა რა, უფრო მხარემ წაიღო. რაცაც არაფერს არ უჩი პირიქით ძალიან კარგია, მაგრამ ნუ ეს თუ აისახება მოიდანზე, ეგ უკვე ცუდი ამბავი. მაგრამ ბარსელონას მეკარე შემოყვარა ზოგადად ეგ პოზიცია. მე არასდროს მეკარე ამოყვარებია, იმიტომ რომ სხვა მუღამები მაქვს ფეხბურთში. საუკუნის მეკარე ყავს ბარსელონას ჩემი აზრით. ძალიან მიყვარს ეგ ბიჭი და ძალიან და იმედიანად ვარ, როცა ვუყურებ რომ თამაშობს. ქართულ ფეხბურთს თუ ადევნებ თვალყურს, გრჩება ამისთვის დრო. დავიწყე სხვა შორის ბოლო პერიოდში კეცბას გამოც მათ შორის, კეცბამდეც ვიყავი რამდენიმე იბერია დინამოებზე დავდივარ რა, მესხზე და დინამოზე, ისე იშვიათად, იმიტომ რომ ემთხვევა ძირითადად ჩემ სამუშაო დღეებს და ცოტა მიჭირს. მაგნაწილში, მაგრამ აი ბოლოს დავიწყე და მომეწონა ეგ ამბავი და ვეცდები რომ ამ სეზონში მაქსიმალურად განვაგრძო რა სიარული და ეგ ხაზი მქონდეს. კეცბაიას ეფექტი. მის სემსკს
გასაქანს ქართულ საკლუბო ფეხბურთს. როგორ ფიქრობ? ეხლა სულ ახალი ინფორმაცია რომ გორის დილაში ლევან კორღალიძე მივიდა. ძალიან ბევრ გუნდში უკვე სამწვრთნელო ის გაჩნდა. სადღაც ტორპედო ჩაერევა მაგამ ბავშვი ეგრე წარმომიდგენია. რადგან უყურებ რამ ხელმძღვანელობის პოლიტიკას, მოამებს და ასე შემდეგ, მომწონს როგორც მუშაობენ, მომწონს ძალიან ეგ ევროპული მოდელი და მიდგომა. მომწონს რომ პირველი ხაზის ადიდასი აცვია ქუთაისის ტორპედოს მათ შორის, ანუ ეს კარგია. ბრენდულად შეფუთული ეგეთი ფეხბურთი. კეცბაია უნდა იყოს კარგი მაგალითი. კეცბაია უნდა იყოს განაცხადი, რომ ქართულ ფეხბურთში დაბრუნება შეიძლება. მე მართლა მიკვირდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, აი რატო არა, მართლა არ ვიცი, ჟურნალისტი დაწყებული, აგენტით, UEFA-ს კომისრით, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი დამთავრებული, ანუ ქართველები, რომლებიც ევროპაში რაღაცებს კარგად აკეთებენ, მე ცოტა მიწურულს კარიერის რატო არ ბრუნდებიან და 1 ან 2 წლით რატო არ ცდილობენ რომ ეს გამოცდილება აგააზიარონ. და კეცბა არის ძალიან კარგი მაგალითი. კეცბა არის ჩემთვის ადამიანობის, ქართველობის სიმბოლოც რაღაც მხრივ, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, თავისი გულითა და ჟინით რაც გაუკეთებია როგორც ფეხბურთელს, როგორც მწვრთნელს და უზომოდ მინდა რომ წარმატებული გამოვიდეს დინამოში დაბრუნება. ეს მართლა იქნება ახალი ტალღა და პრეცედენტი სხვებისთვის. რომ ეს გზა გასავლელია. უნდა გავაკეთოთ ჩვენ თუ სხვაგან ვიქნები წარმატებულები, დასასრული მაინც ერთია, რომ ჩამოვიდეთ და ქართულ ფეხბურთს ჩაუდგეთ ისევ ცოტა ხნის სამსახურში და რაღაც მხრივ ეს ვალიც არის, რაღაც ვალდებულება მოსახდელი ერის წინაშე. ამიტომ მინდა რომ კეცბას კონდეს ის ფინანსური რესურსი, რაც თუნდაც კონფერენს ლიგის ჯგუფში გაიყვანს. და ეგ იქნება თვისობრივად ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში. მესმის რომ ჩვენი მიზანი და სურვილი ჩემპიონთა ლიგა, ამ წამისთვის რეალისტურ ფარგლებში დავრჩეთ და დავიწყოთ კონფერენცია. აღარ დარჩა ალბათ ევროპის კონტინენტზე ქვეყანა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპში არ მიიღო მონაწილეობა. რაც 3 евро ტურნირი აქვს UEFA-ს და ვერანაირად ვერ ვახერხებთ, რა ვიცი, პლეი-ოფამდე მისვლასაც კი ვერ ვახერხებთ. აი, მთავარი პრობლემები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს, შენი გადმოსახედიდან რა პრობლემებია ეს? ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. მან უკვე ისე საქმე რომ ცოტა მიჭირს ხოლმე ჩემ გონებაში მთავარი გამოყოფა. მაგაზე ვფიქრობ, დავდივარ და გიბრალტარი, ფარერის კუნძულები თუ არ ვიცი, რაღაცა ლუქსემბურგის პაბის გუნდი თუ ასე შემდეგ და მეღვინეები რო ახერხებენ ითამაშონ ევროტურნირებზე, მე ვფიქრობ და ვუყურებ, რომ თბილისი საფეხბურთო ქალაქი, სადაც რაღაც უბნებში რო ბურთი ჩააგდო, ტიპები გააჩერებენ, პას გააკეთებენ, რაღაცას იზამენ. ანუ ძალიან ჩვენი ნიშური ამბავია, ძალიან კულტურულად დნმ-ში გვაქვს. და მე ვფიქრობ, რომ ეგ ყველაფერი არის რაღაცა ამ მოჯადოებული წრის ფსიქოლოგიის ამბავი, ასე წარმომიდგენია. ვერ დავიჯერებ მართლა რაღაცა პათეტიკის გარეშე, რომ თეორიულად სადმე ბულგარეთში საკლუბო დონეზე უფრო ნიჭიერი ტიპები მოიძებნებიან. მგონია რომ სტრუქტურა გვაკლია ჩვენ, მგონია რომ თუ საფეხბურთო ფაქტორებზე ვილაპარაკებთ, ფიზიკურად ჩამორჩებით მაგალითად ამ ჯანიან ადამიანებს, იმიტომ რომ დღევანდელი ფეხბურთი გახდა გარბენილი მინიმუმ 11-12 კილომეტრი თამაში. რასაც ქართველი მოთამაშე ვერ ახერხებს. პრობლემა არის ნუტრიციოლოგიაში. ყვება ვერ ჭამს ეს ხალხი. მართლა მე ვიცი რაღაც კლუბები, სადაც ყვების სერიოზული პრობლემაა. არასწორ რაღაცებს ჭამს ეს ხალხი. ანუ ეს იმდენად რაღაცა შრეებად აშენებული პრობლემა არის, რომ საიდან უნდა დავიწყოთ არ ვიცი და მაგიტო ვამბობ რომ ტორპედოს მოდელი მე ძალიან მომწონს. ეს არ არის ადამიანური რესურსის პრობლემა და ეს არ არის იმიტომ რომ გულშემატკივარი არ დადის სტადიონზე. ხო, მე არ წარმომიდგენია რომ საფეხბურთო რესურსით ვინმეზე ნაკლები ვართ რა მაგას ვქულის, მაგის თქმა მინდა, იმიტომ რომ ეგ ხო ჩანს ყველგან არ ვიცი ოთარ კიტეიშვილი 3 წელია არის ბუნდესლიგის, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. დაუშვოთ კიდეს მაგალითი მოვიხმოთ, ხო? აქედან წასული ფეხბურთელები ყველგან ძალიან ღირსეულად და საჭირო დონეზე თამაშობენ. ეს არის რაღაც ტიპის პრობლემა, რომელსაც ფსიქოლოგია ემატება, ესე თავი ზედ. და მე ჩვენ ვიღებთ, არ ვიცი, პირველივე ეტაპზე დასრულებულ ევროტურნირებს. იმიტომ რომ ყველა ზაფხული ეგეთია, ველოდებით რომ ეს ჯაჭვი აქ გაწყდება და სადღაც უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ.
მაგრამ როგორღაც ვახერხებთ და მსგავსი არაფერი. იბერია როგორც ვითარდება ძალიან მომწონს, როგორც შეხედეს ფეხბურთს. ახლა მე შიგნიდან ვიცი ეგ პროცესები და ვიცი, რომ ასევე ძალიან ევროპული თანამედროვე მოდელი აირჩიეს. ანდრია ბარტიშვილს ცალკე გულშემატკივრობდა მინდა სამწვრთნელო შტაბში მეგობრები მყავს და ძალიან მეთოდურად და კარგად უდგებიან საქმეს. ტორპედო ვახსენე. ძალიან კარგი ბიჭია, ნიჭიერი და პერსპექტიული ჩემი აზრით გუგან ერგაძე. აბსოლუტურად. მთავარი მწვრთნელი და ძალიან ჯანსაღად ამბიციური, რა ძალიან მომწონს. ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ ამასაც ჩვენ გვაქვს უფრო ახალგაზრდა მწვრთნელისგან ჩემპიონების შემთხვევა. კი ბატონო. დინამოში რაც ხდება, ეგეც ძალიან მომწონს და რაღაც ეტაპზე არ ვიცი, იქნებ მეტი ფული გაჩნდეს ჩვენთან. მე არ მაქვს ზუსტი წარმოდგენა როგორ და რა მანქანებით უნდა მოხდეს ეს, არ ვიცი მეტი ფული ფეხბურთში როგორ უნდა გამოჩნდეს, მაგრამ ძალიან მინდა რომ ამ ნაწილში თო ბევრი ფულიანი ადამიანია ამ ქვეყანაში. ეგ არის, ცოტა ბიზნესი ყოფა იმდენი ნამდვილად არის. კი, და იქნებ როგორმე ბიზნესი მოვიტყუოთ ქართულ ფეხბურთში, რომ ეს იყოს მათთვისაც სასარგებლო და ბიზნეს პროექტის მომგებიანი. და ამით იხეიროს ქართულმა ფეხბურთმა, იმიტომ რომ ბუდე გლიმტი არსებობს მაგალითად, ყველაზე თვითზედახვეული და ხშირად ხსენებადი შემთხვევა. მოსულა მომწონს, კარგია, იმიტომ რომ ერთი ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ ერთი ასეთი კლუბი ჭირდება და გამოვიდა ითამაშა ზღაპრული ფეხბურთი. ზღაპრული ფეხბურთი გააგდო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უშანსოდ მოუგო შინაც სტუმრადაც. მოუგო ატლეტიკოს მისავე მოედანზე, სიტის ითამაშა ძალიან ლამაზი გამართული ფეხბურთი. რა ვიცი, ერთი ბუდეგლიმტი ბევრია, მე არ ვითხოვ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ეგეთ სენსაციებს შემოგთავაზებს, მაგრამ დასაწყისისთვის კონფერენს ლიგაზე იყოს რა, იყოს ორი ქართული. მაგაშიც არის პრობლემა, რომ არ ვითხოვთ. შესაძლოა, ხო, შესაძლოა, მაგრამ მე მეშინია ხოლმე, რომ არაჯანსაღი ამბიციები არ იყოს, რომ უცბად გაფრენა არ მოვინდომოთ, მაგრამ არ მჯერა რომ არ შეგვიძლია ერთი ბუდეგლიმტის აწყობა. არ ვიცი 10 წელში თუნდაც აქედან. არ მჯერა მაგის. ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა ესეთი რაღაცა მე რამდენიმე ფეხბურთელს დაგისახელებ ქართულს და მინდა რომ შესაბამისი ეპიტეტები მოუძებნო მათ. საინტერესოა? ოკეი, კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. კვარა New York Times-ის ძალიან კაი სვეტი არის, რორი სმიტია ეგეთი ავტორი, რომელიც მე ბათუმშიც იყო მე მგონი. ბათუმში მოიკვლია რაღაცა ამბები კვარაზე და ის წერდა, რომ იმას აკეთე სათავე. მყისიერი ლეგენდა და კვარას მყისიერი ლეგენდა. და ჩემთვის არის მეტეორული სისწრაფის ლეგენდა ხვიჩა კვარაცხელია. მაგრამ ჩემთვის იქნებოდა ბავშვობა რა, ბავშვობას დავარქმევდი ჩაწეული გეტრებით და იმ ფეხბურთის დაბრუნებით, რაც ნეაპოლში დღეს ცრემლებამდე ენატრებოდა. ბავშვობა არის ხვიჩა კვარაცხელი. თავის ბავშვურ მუღამში მე მახსენებს იმ ძალიან ცოტა ნელ სუბუქათიანებს, რომლებიც ფეხბურთში აღარ არიან საერთოდ. ჩაკვე. ჩაკვე არის ეპითეტი არ ვიცი, სიტყვებს ვამბობ უბრალოდ და ჩაკვე არის ჩემთვის გულის ყედა. იმიტომ რომ ჩაკვეს ქონდა ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი. რაც საჭიროა და როცა ჩაკვეზე ვფიქრობ, გული მწყდება. და არ ვარ ამაში ორიგინალური, იმიტომ რომ მთელი საქართველო ალბათ ასეა. ლატვიასთან ის თამაში სტუმრად, ნუ ყაზახეთი გასაგებია. უბრალოდ არ დამოვიწყდები. მაგ მოფიქრების ფინტები მე ქართულისგან არ მინახავს. და გული მწყდება, იმიტომ რომ ხანდახან ფეხბურთი ეგეთ დაუნდობელია რა. იმიტომ რომ შეიძლება გაწიროს ბრაზილიელი რონალდოც. ეთიოპიელი ვინმეც და ქართველი გიორგი ჩაგვეტაძეც რა. მამარდა არის ჩემთვის დარიალის მცველი, ეგ ძალიან კარგი ის არის, ფლოუს არტისტი არის ბანი და მანდაკ კრეცელაინი ძალიან მომწონს მართლა. ძველ დინამოში ეგრე ამბობდნენ და აფრთხილებდნენ მეკარეებს, რომ იცოდი რომ შენ მარტო დინამოში კი არ დგახარ, შენ მართლა დარიალის მცველი ხარ. მამარდა არის სანდოობა რა, იმიტომ რომ მე მახსოვს ეგ კადრი 24 მარტი, ხო? 26 მარტი 2024 წლის
მუხლებზე, რაღაც კონსტრუქციაზე მდგარი მამარდა, მაშინ 12 ნომერი ეცვა. და ეგ უცხო განცდა, რომ საქართველოს ნაკრების კარში დგას მსოფლიო დონის ფეხბურთელი. რაც ჩემთვის მაშინ დაუჯერებელი იყო. მაგრამ მგონია რომ ეგ არის მცველი დიდი ხნით ერთი კიდე 14-13 წლით საიმედოდ დაიცავს ჩვენ გარს. ოქრიზე მაინტერესებს. გიждები მე ოქრიზე, მე ძალიან ოქრი არის ჩემთვის ფანტაზისტა. მე ვერ დამავიწყდება, აი ჩერნომორეცია, მე მგონი, თუ სწორად მახსოვს. 80 ნომრით თამაშობდა მაშინ. ოქრი იყო ჩემი საყვარელი ქართული ფეხბურთელი რაღაც პერიოდი რა. იმიტომ რომ მგონია რომ თუ 4 ნიჭიერი მოთამაშე უნდა დავასახელო, კინგ-კლაუდით დავიწყო კვარა უეჭველად პირველ შეგვიჭდა ვაყენო. ჩაკვედა ოქრი არიან ასევე მაქსის. ოქრის აი ეგ მანერა და სტილი არის ქუჩის ფეხბურთი. და მიუყვებოდი და გულშემატკივრობდი ყველგან და ვგიჟდებოდი ბელარუსთან გადაელიმ რაღაცას გაპროლე გოლით, როცა 2 ნომერი ეცვა კიდე ცალკე სიგიჟე და ძალიან ისეთი ეგზოტიკური, ან ირლანდიასთან გაკეთებული ანომალი. ოქრი ჩემთვის არის ფანტაზისტა რა. ცოტა ქუჩის თავხედი ფეხბურთელი, ვინც რაღაც ისეც გაკეთებს, რა ტრიბუნა ადგები და ტაშ დაუკვირ. ჟორჟი. ჟორჟი არის ჟორჟი არის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ნებდება რა. და ჟორჟი შემოწარი მსოფლიო დონის ხრიანი. და ერთი სიტყვა თუ უნდა გამოვიყენოთ, მაგას ვიტყოდი, რომ დაუნებებელი არის გიორგი მიქაუტაძე, იმიტომ კარიკი მიუჯახუნეს ლიონში, მაგრამ დაბრუნდა მაინც ამ კარზე გაკუნით და შეამტრია და თქვა რომ რა მაგარი ფეხბურთელია და ბევრი ფულიც გადაახტევინა ლიონს და მე ბევრიც აშოვნი. და ჟორჟი არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრს არ ალაპარაკობენ, იმიტომ რომ საოცრად კარგი სტატისტიკა აქვს და თუ ბარსელონა სხვაგან გაიხედება, როცა ალვარეს და ოსიმენს ვერ გაწვდება, მე მგონია რომ მთავარი არჩევანი არის გიორგი მიქაუტაძე. შენთვის მოაქვს სუარესის რაღაც აი ხო თამამი და ამბიციური ის არის. ის ინსტინქტის მქონე. კი, ის ტიპია, ვინც ბარსას ამ კოდს მაგრა უხდება. მოძრავი, საჯარიმოს გარეთაც ძალიან რბილი, მოკლე გათამაშებებში უტოპესი. ბურთთან რო არ იკარგება, ჩასაფრებული პრესინგი. ფლიკის პრესინგს ძალიან მოუხდება მაგას გულისხმობ, იმიტომ რომ დარბის უამრავს და უთვალავს. აქ უკვე რამდენი 11 გოლი 6 შედეგიანი გადაცემა. 12 უკვე ხო, 12 გოლი 6 შედეგიანი გადაცემა. არ დაურტყამს არც ერთი პენალტი და თან არის ძალიან მებრძოლი. ტიპი, რომელიც არასდროს არ ნებდება. ძალიან რთულია, როცა აიაქსში ეგეთი სეზონი გექნება. როცა ვინმე ბრაიან ბრობის შემცვლელი იქნებით, ბოლო წუთ ნახევარს მოგცემენ. და მაინც დაიჯერებ შენ თავისას და იტყვი რომ დიდი პროფესიონალიზმი ჭირდება მაგას. არ დანებდება ეგ ფეხბურთელი, დაუნებებელი ფეხბურთელი არის და მაგითო ლაპორტეს რა ვიცი დაურეკავდი სიამოვნ ან დეკუს დაურეკავდი და ვიტყოდი რომ აშო ჩემთვის არის აი სიმყარე ან სიმყარის განცდა მოქონდა ყოველთვის როცა ვუყურებდი პირველი აზრი რო გაგისდეს მაგრამ კაპიტანი გაგახსენდეს კაშოსთან მიმართებაში მაგრამ ყველა კაპიტანს არ მოაქვს ეგ სიმყარის საიმედოობის განცდა რა და გურამ კაშიამ რაც მრავალი წლის განმავლობაში გააკეთა ნაკრებისთვის ეგრო ერთი სიტყვით აღწეროთ ამ პროცესში არის საიმედოობა. იმიტომ რომ იდგა ბევრი წლით დაცვაში, იდგა ძალიან მაღალ დონეზე და მაგ საიმედოობას ამჟღავნებდა გასახდელში. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოედანზე შეგიძლია იყო ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი, მაგრამ თუ შენი სწორი სიტყვებით, სწორი საქციელით და მეთოდით სხვებს იქ დამუხტავ, ეს არის 10-ზე გამრავლებული სიკეთე რა ფეხბურთისთვის და კაშა ეგ პერსონაჟია, ვისაც თავისი წონა ქონდა მოედანზეც და ქონდა გასახდელშიც და იყო საიმედოობის სიმბოლო. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. მიხარია რომ ქართულ სპორტულ მედიაში შენის თანა ადამიანები არსებობენ. ძალიან დიდი მადლობა ამ ესე იგი ჩვენც ვარსებობთ. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, მადლობა და პატივი არის ჩემთვის მთელი გულწრფელობით ვამბობ.
ძალიან საინტერესო იყო ეს ეპიზოდი. ჩემთვის იმედი მაქვს, რომ ჩემი მაყურებლისთვისაც ნიკოლოს ტაბატაძე, იგივე ტაფსონა იყო ჩემი სტუმარი. თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებდით, მე აქვე შეგახსენებთ, რომ ყველამ უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი. გამოიწეროთ ჩვენი გააზიაროთ ჩვენი ვიდეოები და კომენტაროთ, თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ასევე გეტყვით, რომ გვექნება გათამაშება 5000 გამომწერზე და გავათამაშებთ PlayStation-ს და რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს, ჩვენ საყვარელ სპონსორებს, Ronix-ი სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც ნებისმიერ ფაზზე და ნებისმიერ თქვენს მოთხოვნაზეა მორგებული და სპორტული სახუებების მწარმოებელი კომპანია ჯაკა სპორტი. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ერთი კვირით გამშვიდობებით.